Arroz წადი, შეცდები. გამარჯობა. დილაზარბაც ის მშვიდობის ახალ. ამინდა. სასწრაფო წესით, იმიტომ რომ გამოთაყვანებული ვარ და კარტოფილმა შევწვნა. სადღაც 9 საათში წესით უნდა მზად მქონდეს. ვაიმე. ოფა ის ყავა აქ. მეთქი არტიშაუს. ნალექი და ჩავყრი მასე დავასხავ წყალს რა. ისე დავამთავრე ყავა რომ ბანკაში არ ჩავყარე. დღეს აწონვა მინდოდა, მაგრამ უშუალო ხოლია უწონები იქ. ნახოთ საერთოდ ჩამოვცდი კიდე რამეს. თუ არ ჩამოვცდი, ვიწყებ ჭამას. აი, იმ ხურობას რა უთხარია, ხო? ხერა მაქვს. გუშინინო მომართვა, ფარდები რო შევკერებ. იმ ნინომ, ვინც ჩემი უფროსი იქნება ცოტა ხანში. ამას მე არ შევჭამართლებ. ბავშვებს გავჭრი და ბავშვებს მე წვერი მოვაცა. საკმარისი მივირთვი გუშინ. ერთი ეს შევჭამე და ერთი ეკლერი. წუთია რვის. ხალათი გამრეცხი ხალხო. ხო და ისეთ პოზაში კიდია და ისეთი ამინდია გარეთ, რომ მომავალ წლამდე ან გაშრება ან არა. გაგივართ. აი მე ეხა თბილოგიში დამაბრუნა ისევ. მოდი მანან ფსიქოლოგიურად მოემზადე და წავედით. ცოტა სწრაფი ტემპით. ესე იგი. ხო, აუ, გაშესვებული მოდი მეტი კი რა გამათბობელი ჩავთვალთ თქო. ეს მომეცა. ნინო რომ მოვიდა გუშინ. ნინო არის ჩემი მეგობარი რა, ვინც არიცით. ვისთან ერთადაც მუშაობდი ხოლმე ადრე სახლში, ანუ სახლში ჰქონდა საკონდიტრო. და ეხლა
სადაც ცხოვრობდი ბავშვობაში, ჩემ უბანში. ხო და ერთ-ერთი ადამიანი ამ ცხოვრებაში, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. აი ისეთი ურთიერთობა რა ბევრ ახლობელთან რო არ მაქვს, მაგალითად აი შენი რო ძირითადი ნაწილი იცის და ყველაფერი რო შეგიძლია საუბარი ეგეთია. ეგეთი ურთიერთობა. ხო და გუშინ მეუბნება გამათბობელი ჩავთე უკვე, იმიტომ მაგრაცია და დილას მეუბნები ლაშას წერანო. აუ გეხოცებ გამათბობელი ჩართე რა, ნინო უკვე ჩართა მეთქი. არა მანანა, ლაშა მეუბნება. არა მანანა იყოს ცოტა ხანიც არ გვინდა ჩი. ოქტომბრის შუაში ყოველთვის ვთავთ ხოლმე, სადღაც 15 ოქტომბერს გამათბობელი всё ჩართულია ხოლმე. ოღონდ იმიტომ რომ ოქტომბერში იწყება ხოლმე სიცივეები, ხო? მაგრამ წელს რო ძვირფასი სექტემბერი გქონდა, ნუ იტყვით, ისეცივა, რომ თაობებს ვიწყავლით, რატო ის ზამთრის ტანსაცმელებს არ ვიღებ, ვერ ვიღებ, სად დავალაგო. სანამ ოთახს არ დავამთავრებ ბოლომდე, მაგრამ ხა თუ იქაბი ვერ დავთვლი, მომიწევს რა, თუნდაც ამოვიღო და მელაგოს იმას. სხვა გზა არა. ეხლა ნინოს მაგალითად მოკლეკლავიან მაიკას ვერ ჩავაცმევ. რაღაცა უნდა გავხსნა ისა, რა ქვია, ჩემოდანი და ნახო. ივანესები კი აქეთ მიგაგია. ეხლა ამას რო დავთქვი შეწყვილად ავალ და გავაგვიძებ. ყველას. მოკლედ, გუშინდელი ვიდეო, რომელიც დავდე, გადაღებული მქონდა დაახლოებით 3 საათამდე. ანუ გუშინ შუა დღის 3 საათამდე. ნუ ხო რა, შუა დღის. ხო და არ დავდე სპეციალურად და შეგნებულად გვიანობამდე. და არც შეიძლებოდა საერთოდ წამეშალა კიდეც და არ დამედო, იმიტომ რომ მაგ ვიდეოში გავაჟღერებე სამსახურთან დაკავშირებით სიტუაცია და მე ვიფიქრე, რომ ახლა მანამ შენ ამ ვიდეოს რო დადებ და მე სიყვარული არ გადაწყვეტ და რაღაცა, ახლა ცოტა ისეთი თემაა რა, ილაპარაკო სიყვარული სამსახურიდან წამოსვლაზე და გამოგივიდეს ტყუილი რა. ამიტომ თავი შევიკავე დადებისგან. სანამ მეთქი ნინოს არ დაველაპარაკებდი, რადგან მითხრა, რომ დღესაო ამოვალ რაო. რაღაცა მაქვს შესაკერიო. გამწოვზე ვლაპარაკობდი, გამწოვი გამათბობელზე. გამათბობელი ჩართეს ბავშვებმაო და ისა. ფარდაო გაწეს კარგავთ დამიდნაო პატარა დილას და ის ჩავსწორეთ. და მეთქი სანამ ნინოს არ დაველაპარაკებდი, მეთქი ეს. ხო და ამიტომ სანამ ვიჭუქჭუკე ყავა დავლით რაღაცა მერე დავდე ეს ვიდეო. ეხლა რეალური ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი რა არის? იცით რომ იქაური გარემო ძალიან აი რა ბევრჯერ მითქვია და ელემენტარულია ხა სიტყვაზე ხო მოვდივარ და ხო შემიძლია ვთქვა რომ აი მე ხა აი საერთოდ ვეღარ ამნახავს სიტყვაზე ის უფროსი მე ვიტყვი რომ აი რაღაცა და რა ცუდი გარემო იყო და რაღაცა არა. ძალიან კაი სიტუაცია იყო, იცით თქვენ აბა ერთ წელი ხვალ კი დამაფეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილად ვიყავი და რაღაცა თან იცით სულ სიწყალში გქონდა სიტუაცია რა. მალადეც ვინც იქ არიან და რა ყოჩა. ყველას. მე სუსტი მაქვს თირკმელა. იმ ხრივ რომ კენჭის გავლა მქონდა და რო ცივდები ხოლმე კენჭის გავლა არ მემართება, მაგრამ თირკმელა მაწუხებს. წელი მტკივდება. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელასთან დაკავშირებით თბილად ვიყავი, იცით რომ რავი, ყველანაირი ფეხსაცმელი ვიყიდე ხო გახსოვთ და ტანსაცმელსაც რამდენს ვიცმევდი და რაღაცა თირკმელა ძალიან იშვიათად შეიძლება ამ 3 წლის განმავლობაში ერთი 3 ჯერ შემაწუხა, მაგრამ ამ ბოლო
პერიოდში ბევრჯერ მითქვია, რომ ფეხი მტკივა თქო. ხო მითქვია. თან საკმაოდ შემაწუხებლად, აი. რაღაც მომენტში გავუსაძლისად, მაგრამ მარტო ესე მითქვია რა და აი დავი არ მიქნია, იმიტომ რომ რავი, მაქსიმალურად ვიცი ემოციების შეკავება, სიხარულისაც, ბედნიერებისაც. მაგრამ ტკივილის უფრო. აი შეიძლება რომ გამძვრება ფეხი, მაშინ თქვა რომ უი ფეხია, ტკივა რაღა, ტკივა. აი ეს სიტუაცია თქვა მაშინ. ხო და გუშინ მედალა შემოწვილა პარაკეთ რა, სანამ რავი, იქნებდა მაგის ბრალია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მიცივდება ფეხი, ხა კი დამსველებია და იმ წუთას გამომიცვლია იქაც და ფეხსაც ისეთი მაქვს თბილად და რაღაცა და მაგრამ მაინც ნერვის ათება მაქონდა მე, აი მინჯიდან ბოლომდე, როგორც ნემსი გაგიყარონ, ეგე მომდის და მადამბლავებს. დაწოლისას და დასვენებისასაც თუ ფეხს არ შეურჩიე მდგომარეობა, ფიზიკურად არ დაგაძინებს რა. და სანამ ძალიან რაღაცას ვუზავ თავს, მისჩემია ჩავეხსნა. იქნებდა მაგის ბრალია, წყლის, სიცივის. აი როგორც კი სიცივები დაიწყო და მეწყო სექტემბერი, რავი, ფაქტიურად სუნტკივა. აი ახლა იცი რატო ეს 2 კვირა რას ვაკვირდები? აი ხა დასვენებული მაქვს. ხო სახში ვიყავი, სადღაც ხუთშაბათსაც მტკივა ხოლმე. პარასკევიდან რა საქმეც არ უნდა გავაკეთო, კი ვიყლები და მეღლება, მაგრამ ის ტკივილი არ მაქვს. ორშაბათიდან მეწყება. ხუთშაბათის ჩათვლით ხოლმე სანამ გამივლის. დღეს დაველაპარაკები უფროს, თუ თამთა იქნება თამთავს, თუ ბატონი დავითი იქნება დავითს, რომ აპირებ წამოსვლას. ოღონდ ხვალე არის ჩემი თვის ბოლო დღე. მიუხედავად იმისა, რომ ზეგ არის კვირის ბოლო დღე ჩემსათვის, ხვალეა თვის ბოლო დღე ჩემთვის და ვეტყვი თუ სანამ ადამიანს მოძებნიან ერთი თვე გავჩერდები კიდე, რომ არ გამომივიდეს, რომ იტყვენ უნამუსოდ წასვლა, რომ წინა დღეს გეუბნება. ამ კვირაში მივიღე ეს გადაწყვეტილება, ესე ნაუცბათევად რო იტყვიან. და თუ პრობლემა არ ექნება, თვალვე დავამთავრებ. ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხა სხვაგან მოვდი, ანუ რო წამოვალ სხვაგან ვიწყებ მუშაობას. გაჩევატყო თუ რავი, ბოლო-ბოლო რავი, ყველანი რაღაცა შეჭიდებულები ხართ ხო და არავის ზოგი წამლებს ხავს ისე მიდის სამსახურში ოჯახს რაღაც ისაკნე. ხა იგი არ არის სიტყვაზე უი დავიღალები, განა იქ საქმე არ იქნება, იცი რამდენი საქმე იქნება. იცი რამდენი საქმეა, მარტო ის კი არ არის ტორტებიდან ამცხვები. ნახევარ ფაბრიკატებიც. მაგრამ აი სიცივის, რავი, მაინც წლების მერე რომ მართლა თქვენც რამდენჯერ დაგიწერიათ, რომ წლების მერე ესე და მე მოგვეხაზა და შენც თავს გაუფრთხილებ. ვუყურადებდი, მაგრამ ვაი და 4-5 წლის მერე იჩინოს თავი, მერე რა გავაკეთო. ხო და მაგას ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან კარგი სიტუაცია, იცით თქვენ, აი იმ ხალხთან დამოკიდებულებაც როგორი მქონდა და როგორები იყვნენ და არიან, ყველას ძალიან მართლა ეგ დამწყდება, მაგაზე დამწყდება და ეგ არ მინდა, რომ დღეს უნდა მივიდე და ბიჭებს უთხრა, რომ იცი რა, მე რაღაცა ბოლო დღე, ან ბოლო თვე მაქვს. იმიტომ რომ ძალიან ადვილად შევედი მათთან ურთიერთობაში და ძალიან უშუალო ხალხია, რავი, აი ალალები რა.
ვეწყი არ დაგივიწყებთ, გამოგიხლით ხოლმე. და მოგეხმარებით თევზის გამოწვლაში. მალადეც ხელები აბიწევია, ვინც ის ბიჭები 18 წელია იქ არიან. მალადეც თქვენ. მეც განა ვერ შევძლებდი. აი ნახე, რატომ გონია, რომ წლების მერე იჩენს თავს. ეხლა გეტყვით ამ ფეხმა საიდან იჩინა თავი და საერთოდ რატომ აწუხებს. ნუ გაგანებ გოგო ნახევარი ვარ გახდა. ერთი დაახლოებით 5-6 წლის წინ მაშინ სხვა წყალი გქონდა ხოლმე, ხა ხო ის სხვა გამოიყვანეს 24 საათიანი რაც ქვია, რა 24 საათიანი რავი, კვირაში ერთხელ მოდიოდა. და აი იცი როგორი თებერვალი იყო, ყველგან თოვლი იყო, თან იცი როგორი აი გაყინული დამდნარი, გაყინული თოვლი, აი სიცივე რომ მეფობს და ყინვა რომ მეფობს. აი ეგ პერიოდია, ეგ პროცესია და ამ წყლის ავსების ანუ უნდა მოასწრო რა ავსება, იმიტომ დაწყდება. და წყლის ავსების პროცესში მუხლიდან გადამესხა წყალი დაბლამდე და ის ფეხსაცმელი რაც მეცვა იმაშიც რა რეზინის ესეთი მეცვა. დამისველდა და რადგან მოსწრებაზე ვიყავი, არ გამოვიცვალე. და იმ საშინელ ყინვაში წყლების ავსება ისე დავამთავრე, რომ მე ფეხსაცმელი არ გამოვიცვალე, რაღა დამრჩა რა არის. და არც ნასკი, არც კალგოთ არაფერი, ანუ ეგეთი სველმა ავავსე დავამთავრე სადღაც 9 საათი კიდე მეცვა იმ ზუზუნა ყინვაში. ნუ ვიფიქრე, კაი ეხა მოვალ გამოვიცვლი და მაშინ კიდე ვიტყვი ძალა გერჩუნდა. ეხა მომეხაზა. დაახლოებით, ეხა მაშინ აი რო ავედი სიტყვაზე 9 საათში და გამოვიცვალე, იქ აი წამიდან ვიგრძელი, რომ რაღაცა დავიზიანე. და იმ წამიდან სადღაც 5-6 წელი არის, მე ეს ფეხი მაწუხებს. აი იმ წამიდან დამიწყო წუხილი. როგორც კი გამიცივდება ოდნავ, ან არც დამისველდება, არაფერი საერთოდ თბილათაც რო გაცვია, აი როგორც კი ოდნავ შემცირდება, მენჯიდან დაბლა კუნთამდე მითიშავს მთლიან ფეხს. აი ისე მტკივა, რომ აი მოტეხილი ვიტკოჭლობ რა, ვერ ატან ძალას და ეხა რო უარესი დავიმართო და მე 5-6, ანუ ესე ძალიან არ ვიყავ მე რა თქმა უნდა, რომ წაუყურადე უარესი მომივიდა. არა ესე. მე სად მივდივარ. შეუდა ბუდიალებს აბსციაში. უი, ისე იცი რა გამ. ეხლა რატო რომ ლაშას ხალათი არ ჩავიცი, კაპიშვი, ეხლა კაპიშვები ვარ ბაფარია ზუსტად თაყვარ. და ბოლომდე არ მაცვი, ანუ. ეხლა თუ ნაბუ დავინახოთ ფეხი როგორ ტიტველი მაქვს, მომკლავს. ხო და ეს ხალხნერც სიტყვით დღევანდელ დღეს მე გადაწყვეტილებამდე მივედი გუშინდელ დღეს უბრალოდ ლაშასთან ერთად რა თქმა უნდა მე არ მიმიღია უცბად ჰოპ და მოდი ხა იქიდან წამოიქ წავალ არ მიმიღია მასე გადაწყვეტილება. ლაშას ვეუბნები რომ მოდი მეთქი საერთოდ ახალ მფუშავები. ხო ინაღავი მშუაღამის ეს გამაგდო სამუშაოდ. რო გავიაზრეთ წლევანდელ წელს რამდენი თანხა გვჭირდება ბანკეტბოლ ზარზე, ვისაც გამოცდილი გაქვთ ეგ მომენტი და თან აბიტურიენტი რო ყავ. აი მანდ გავაჟრიალო. გამიცივდა ყავა რა. ეხლა ამას დავდგავ
ავიწყე ბავშვებს გავაღვიძებ, თბილ ჩასაცველებს ვინცე. ეს რა უხეში კარტოფილია. ბაგასობაში რამდენჯერმე უნდა ჩამოვიდე და კარტოფილს ამოურიო, თუ არ დამავიწყდა და არ დავწვი. და აი ასე. ამიტომ მინდა მაღლა კუხნი. რომელიც პერსპექტივაში არის, მაგრამ სანამ მაღლა კუხნას დაიწყებ, აი ეს რაზეც სიტყვაც უნდა გაკეთდეს, პლოშატკა. ის პლოშატკა უნდა ჩამოიგრეს ჩემ, იმიტომ რომ სიცვალე რო გადადის რაღაცა დაზიანებულია და რო დაისხლება ბიტონი, მე ახლა უნდა აშენდეს იმაზე რა. ხო და წარმოიდგინეთ პერსპექტივა რამდენად ცოტა წინ არის. რაღაცები მოგასაუბრებელი გუშინ დავიზარე, ჩემი ბრალია გუშინ დავიზარე. ეხლა ჩავთავ თაქაო. თან ჩამოურევ ავიდა, ავალ. აი ხა კრუხის დაჯდომის რა შუაშია ხა კრუხი ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა უცბად გამახსენდა ის პატარა იაპონკა კრუხი ხომ იზის. ეხლა ეგ რო წიწილებს გამოჩეკავს, როდის დაზრდის. ისე რომ არ დამეხოცოს. დავიდი ხალხნო, აბაჰი და აბაჰო. რომავალ პატარათი ვიდეოს ჩავწერე, მოგესალმებით, რა ვიცი რაღაცა და გეტყვით რა ვქენი დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ესეთი თემა არის, რომ მივიდე და რაღაცა მწხვენია თითქოს დანაშაულს ჩავდივარ რა, დანაშაულს ჩავდივარ, მაგრამ რაღაცნაირად მაგ თემაზე ლაპარაკი მწხვენია. ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი ამ 1 წლის მანძილზე. მათთან გატარებულ დროის და მათგან ძალიან დიდი პატივისცემა მივიღე. ასე რომ ტკბილად დავშვიდა დამშვიდობები. შევხვიენებ. წავალება ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას.